მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო და დაგიბრუნდით ახალი ვლოგით. ცოტა სხვანაირი ვლოგია და სხვაგან ვარ, როგორც ხედავთ, სხვაგან რა სახლში ვარ. წინა ერთი კვირა სახლში ვარ რა. მოკლედ დღეს მინდოდა ცოტა სხვანაირი ვლოგი შემომთავაზებინა თქვენთვის, უფრო ვიდეოა უბრალო. ვაკეთებთ unboxings. ცოტა მინდა გითხრათ, ანუ მე მიყვარს საერთოდ სიმულატორები ძალიან რა. თავიდან სანამ სატვირთოზე დავჯდებოდი, შეიძლება ბევრმა იცოდეთ American Truck Simulator, Euro Truck Simulator, ანუ სატვირთოზე სიმულატორები, თამაშები. მაგას ვთამაშობდი სულ, მაგრამ ეს ახლა რასაც გაჩვენებთ, სულ სხვა დონე არის. სანამ დავიწყებთ, მინდა რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, გადააზიარეთ მეგობრებთან. მადლობა ყველას, ვინც უყურებთ ვლოგებს. ეს არის ერთ-ერთი სიმულატორი. Microsoft Flight Simulator 2024 ქვია. ბევრი იტყვის, რომ ეს არის თამაში. ამას ანუ ვერ დაგთანხმდებით რა. რატომ ვერ დაგთანხმდებით? ახლა ნახეთ. ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე ამ სიმულატორიდან, მაგრამ დღეს მომივიდა რაღაცები, რაც გამოვიწერე ზუსტად ამ სიმულატორისთვის რა. როგორც ხედავთ, აი ესეთი მინდათ გაჩვენოთ მოკლედ რა ეს არის, უფრო აი დიდი თვითმფრინავების სამართავი ისა რა, აი 4 მოტორი რო აქვს რაღაცა ასე შემდეგ ხვდებით. ესეც არის, ეს Airbus-ის არის უფრო ესეთი და ესეც Airbus-ის როგორ თქვა, ძრავის ისა რა, ხვდებით, ხომ ხვდებით თქვენ თვითონაც. დღეს მოკლედ აი ამაზე მინდა რომ დაგელაპარაკოთ და გავხსნათ აი ეს ახლა unboxing-ი გავაკეთოთ. ეს არის ინტერნეტი. წინა ვლოგში როგორც გახსოვთ, ეს სულ სხვა რაღაცა. როგორც გახსოვთ, გითხარით რომ გამიფუჭდა და ახალი შევუკვეთეთ და მომივიდა რა, ძალიან კაი რაღაცა. ვინც მძღოლები ხართ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ჯვრიც არ აღირს რა. აი ესეთი პატარა ის არის და შეერთებთ დენზე, ნომერი აქვს თავისი და თვიურად სადღაც $70-მდე შეიძლება დაგიჯდეთ რა. ძალიან კარგია. მოკლედ კმაყოფილი ვარ და გირჩევთ ყველას ამას, T-Mobile-ის ინტერნეტს და მოკლედ ამ ყველაფერს ახლა გავხსნი, ძალიან მიხარია. 2 ყუთია, 2 რაღაცა შევუკვეთე, ფოტოს დავდებ, მერე გაჩვენებთ რომ გავხსნით თვითონ ამ ყუთებს. პროსტა მეცინება მეგობრებო ეხა რა, ანუ პროსტა ნახეთ, აი ამ ხელა ყუთი არის. ანუ 1 ყუთი, 2 ყუთი აქვს გადაკეთებული 2-ად რა. ამ ხელა ყუთი არის და ამ ხელა 2 ყუთში ეს ჩვენი 2 ნივთი დევს. ეს ჯერ არ გამიხსნია. ანუ წარმოიდგინეთ, აი ის კიდე აი ამაში იყო. რატომ ყრიან ამდენ ყუთს ტყუილად ვერ გამიგია და ამაში დევს თავარი ნაწილი რა. მოკლედ ეს არის ავტოპილოტის და ვინც რამე გაგეგებათ თვითმფრინავებზე, კომპიუტერისავით არის რაღაცა, რითიც ეუნები თვითმფრინავს, რომ აი მაგალითად წადი, ასე წადი, ისე წადიან, იქეთ მივხვი რაღაცა, რომ სულ ხელით არაფრინო რა. ამ ყუთით, ახლა ამ ყუთიდანაც გამოვიღებ და დაგანახებთ. ამაში კიდე დევს, ასე ვთქვათ, დაუძახოთ კომპიუტერი MCDU, ან FMC Flight Manager კომპიუტერი რა, ანუ თავარი კომპიუტერი არის, რომელიც აქვს კომუნიკაცია იმასთან, ავტოპილოტთან და კიდევ სხვა ბევრ რაღაცასთან რა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის ეს კომპიუტერი, აუცილებლად უნდა იცოდე როგორ შეავსო, რა შეავსო, რეები ჩაწევ ასე შემდეგ რა, ხო ხვდებით. მოკლედ ამას გამოვიღებ ახლა ცოტა და დაგანახებთ. გავხსნათ რა, ანუ ეს ყველაფერი უნდა დაამაგრო სპეციალურად, მაგრამ ანუ ავი თქვენც მივხვდებით, არა მაქვს ადგილი და საინტერესო იქნება ამ ყველაფერს როგორ მოვაწყობ რა. ისიც ეკრანი არის, მაგრამ ჯერ მაგას როგორ სად დავდებ და როგორ მოვაწყობ, შეიძლება ესეც მოვხსნა და სხვანაირად დავდო რა. ხო და აუცილებლად გაგაგებინებთ მაგ ყველაფერს. ეხლა მოდი ჩვენ დავუბრუნდეთ ამ ჩვენ unboxings, USB-C და ნორმალური USB 3.0 კაბელია, რომელიც ერთი მხარე ამაში შეერთდება და მეორე კომპიუტერში. გვაქვს კლუჩები, 1000 ვინტები, კიდევ ერთხელ რომ დაამაგრო. გვაქვს რაღაც ჩინურია, მოკლედ ჩინური კომპანია ყიდის რა ამ ყველაფერს. ეს არის Z-Met
ანუ დასამაგრებელი ისინია რა, წებოსავით არის. აუ, ნახეთ ხალხნო. აქ რეები გვაქვს. აქ არის ანუ დასადებები რა. ამას მიამაგრებ ზედუეჭველი და გვაქვს 4 ცალი, როგორც ხედავთ, ერთი და იგივეა. ძალიან ძერსკობაა. გადავდოთ ამას გვერდზე ესე გადავდებ. ნაგავია ეს ყველაფერი, გადასაგდები გვექნება. და აუ ეს კიდევ შეფუთულია. პროსტა ეს არის მეგობრებო ერთი ანუ რეალისტიკური ზომა არის. ანუ პროსტა შეხედეთ რა. ანუ რა ძერსკობა. და ამას თავისი განათებაც აქვს, რა თქმა უნდა. თუ ისმის ხმა. ეს ყველა ღილაკი ანუ ეს 1000 რაღაცა მიმართულება, სიჩქარე, ალტიტუდი, ანუ სიმაღლე, ვერტიკალური სიჩქარე, ანუ როგორ სწრაფად ახვალ და ან ჩამოხვალ დაბლა და ასე შემდეგ რა, ბევრი რაღაცა ეს კურსი. და ეს თავარი ღილაკი არის ავტოპილოტისო ჩართვ და ეს კიდე ამითი ასე ვთქვათ თიშავ რა. ანუ ამას ხო დააჭერს თქვათ ჩართულია. ამას ჩამოწევ ითიშება ეს. უეჭველი, იგი როგორც ხედავთ, power only USB. USB-ში შეაერთებ და მას მარტო ერთი კაბელი მოყვა, ხო? მეტი არ უნდა? ალბათ მეტი არ უნდა. არ ვიცი ახლა USB-ში უნდა შევაერთო თუ აქ. მაგრამ ნახოთ. არანაირი ინსტრუქცია არ მოყვა, ხალხო ეს არის. მოდი ახლა ამას გვერდზე გადავდებ. და ამოვიღოთ ჩვენი თავარი კომპიუტერი. MCDU Flight Manager Computer ესე ქვია. ეს ორ ნაწილად არის, როგორც ჩანს, მოდი ეს გამოვიღოთ და აი ჩვენი თავარი ნაწილიც. აუ ნახეთ რა ძერს რამხელაა, პროსტა შეხედეთ ხალხო. ეს არის რეალური ზომა, კიდევ ერთხელ. ძალიან კარგი ხარისხია. აქ კიდე შესაერთებლები, დასამაგრებლებიც აქვს. ნახეთ რა მაგარია. ძერსკობა ხალხო, აი აქ შუქები აქვს, ეს ღილაკები თუ ისმის. ეს ყველაფერი სულ ღილაკია. აქ ჩაწერ რაღაცეებს, ციფრები. ამ ყველაფერს ცოდნა უნდა. ანუ უნდა იცოდე. ამას ესე მარტივად ვერ იმასიზავ რა. ახლა 1000 ფლის არის ღილაკებია, უნდა იცოდე ყველა რაში შედის და ასე შემდეგ რა. კიდევ ერთხელ თუ გაინტერესებთ ამაზე ბევრი რაღაცა, გამაგებინეთ. კიდევ ესეთი დასამაგრებლები. ამას ცოტა ის აქვს, სხვანაირებია რა, ეს არის ცოტა სხვანაირი. რო ვაკვირდები, ეს ცოტა სხვანაირია მისთვის და ეს უფრო სქელია რა. აქ კიდევ ესეთი რაღაცა გვაქვს. კიდევ ვინტები, ატვირტკები. ეს ნახეთ რა საყვარელია ტვირტკა ხალხო, პროსტა შეხედეთ. და ნორმალური USB, რომელიც კომპიუტერში ერთდება რა. და გვაქვს ჩვენი დასადები, ორი ცალი ესეთი. როგორც ვიცი, ორნაირად შეგიძლია რომ დადო რა. შეგიძლია პირდაპირ ესეც მედოს. და არაფერი არ მივამაგრო. რო ეჭველი მივამაგრებ, რომ ეს კაბელიც კარგად შევუერთო. ეხა ორი სიტყვით სწავალ ამ ყველაფერს დავამაგრებ, გავიგებ აზზე არ ვარ როგორ მაგრდება. ეს ორი ეხა ამისთვისა. აქეთ დავტოვებ ამას. და აქეთ არის ამის რაღაცეები. რო არა გვერიოს, ამაში კიდე მგონი სხვა არაფერი არ არის მეგობრებო. და გავიტანოთ აუცილებლად და გადავყაროთ რა. ეს რა ვიცი, qualified certificate, რაღაცა სერტიფიკატია. ოკეი, დავამაგრებ და დაგიბრუნდებით რა. ესე გავაკეთე მოკლედ რა. ჯერ კიდე
ვაკეთებ, ვერ გამიგია 1000 რაღაცა პროგრამებში გასწორება უნდა და რაღაცეები 1000 რაღაცა რა. ეს კიდე ესე დავტოვე, ანუ კითხვი რომ მივამაგრებ იქ რაღაცეებს, მეთქი დავდებთ, მაგრამ ადგილი არა მაქვს რა. და ჯერჯერობით ესე დავტოვე. არა უშავს და მე არ ვიცი რას ვიზავ. ნახოთ. ძალიან მაგარია. რამე შეკითხვები თუ გაქვთ, დამიწერეთ კომენტარებში. აქაც ეგ განათებები აქვს რა, ჩართული მაქვს ამ პროგრამიდან. ჩავრთე ეს განათებები და რაღაცა რომ მეჩვენებინა თქვენთვის რა, ეგ მაღლა კიდია. რაღაცა ეს შუქები. ამ ყველაფერსაც რავი გავიგებ. რაღაცებს ჯერ კიდევ ვარკვევ რა. კი ვიცი როგორ მუშაობს და რაღაცა, მაგრამ ხო ხდები ახალი რაღაცა რო არის, არ ვიცი აზრი არ ვარ, როგორ მოხდება და მოკლედ აუცილებლად შეგხვდებით შემდეგ ვლოგში. დროებით.